საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია საუდის არაბეთი, ამჯერად ქალაქი ჯიდა, სადაც 24 საათზე ნაკლები რჩება შტატებისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დაწყებამდე. ეს იქნება პირველი ოფიციალური კონტაქტი ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ. თუმცა პირდაპირ ეთერში გამართული უსიამოვნო პოლიტიკური რინგის შემდეგ ბევრი რამ არის შეცვლილი. მაგიდაზე აღარდევს მხოლოდ მინერალების შეთანხმება. უკრაინისთვის სასწორზეა გაცილებით მეტი. ომის მნიშვნელოვან ფაზაში შტატებს დაბლოკილი აქვს სამხედრო დახმარების მიწოდება, შეზღუდული აქვს წვდომა სადაზვერვო ინფორმაციაზე. ამ ყველაფრის ირიბი შედეგები უკვე ჩანს ფრონტზეც, სადაც რუსეთი გააქტიურებულია და ცდილობს კურსკზე კონტროლის სრულად აღდგენას. ანუ უკრაინისთვის კიდევ ერთი კოზირის წართმევას გადამწყვეტი მოლაპარაკებების წინ. რაწერტილიდან შეიძლება გაგრძელდეს შეწყვეტილი დიალოგი, როდის და რა პირობებით შეიძლება აღდგეს სტატუს-კვო უკრაინისთვის. რას ითხოვს ტრამპის ადმინისტრაცია მაშინ, როცა ის ითხოვს მშვიდობას. ამ კითხვებს ნაწილობრივ მაინც პასუხს გასცემს მომდევნო რამდენიმე დღე. დელეგაციების შემადგენლობა კი ასეთია. შტატების მხრიდან მრგვალ მაგიდასთან იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ვოლცი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში სტივ ვიტკოფი. ეს იგივე სამეულია, ვინც გამართა პირველი მოლაპარაკება ერ-რიადში რუსეთთან. უკრაინას ამ მოლაპარაკებებში წარმოადგენენ პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრიი ერმაკი, მისი მოადგილე პავლო პალისა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა. საუდის არაბეთში პერსონალურად ჩავა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, თუმცა ის ამის შემდეგ დელეგაციას ამერიკელებთან სასაუბროდ უკვე ჯიდაში დატოვებს. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყების წინ უკრაინის პრეზიდენტი აუდიტორიასთან ოპტიმიზმის ჩვენებას ცდილობს. იმედი გვაქვს საუდის არაბეთში ჩვენ მივუახლოვდებით მშვიდობას, ასე თქვა მან ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში. გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობასთან დაახლოების მიზნით. ვეწვევი საუდის არაბეთს შედეგების იმედი გვაქვს. ეს ეხება როგორც მშვიდობასთან დაახლოებას, ასევე მხარდაჭერის გაგრძელებას. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება. უკრაინაში ამისთვის მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. როგორია ამ ფონზე შტატების პრეზიდენტის განწყობა, ხედავს თუ არა ის ზელენსკის მსგავსად მშვიდობასთან მიახლოების შანსებს. ცვლილებები ტრამპის რიტორიკაში თან ჩანს, თან არა. თქვენ არ გაქვთ კარტები, მაყურებელს შესაძლოა ახსოვს მისი ეს მწვავე რეპლიკა თეთრ სახლში, რასაც მოჰყვა ზელენსკის პასუხი, მე აქ ბანკოს სათამაშოდ არ მოვსულ ვარ. თეთრი სახლის ლიდერი მოლაპარაკებების წინ იმეორებს, რომ უკრაინელებს კარტები არ აქვთ. თუმცა აქვე ამატებს, რომ კარტი ახლა არ აქვს არავის, რუსეთსაც კი. ეს განცხადება ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავი Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა. მან თქვა, რომ შტატების მხრიდან უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება მეტწილად მოხსნილია. ფიქრობ, რომ კარგი შედეგი გვექნება საუდის არაბეთის შეხვედრაზე. ჩვენგან კარგი ხალხი მიდის და ვფიქრობ, უკრაინაც კარგად იქცევა. რუსეთიც, რაც შეეხება დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას, ცოტა ხანში განახლდება. გვინდოდა გაგვეკეთებინა ყველაფერი, რომ უკრაინა სერიოზულად ყოფილიყო განწყობილი რაღაცის გასაკეთებლად. მე ვთქვი, რომ უკრაინას კარტები არ აქვს. კარტები არ აქვს არც რუსეთს, არავის აქვს. ამიტომ ის, რაც უნდა გააკეთონ, გარიგების დადებაა. მშვიდობასა და გარიგებებზე საუბარს ხადია მოხვა კონტრკითხვა რუსეთზე. მიგაჩნიათ თუ არა, რომ პუტინი პატივს არ გცემთ, როცა თავს ესხმის უკრაინას თქვენი სამშვიდობო ძალისხმევის პარალელურად, ასე კითხა პრეზიდენტ ჟურნალისტმა მაიკ ბირნბაუმმა ვაშინგტონ პოსტიდან. ჩაკითხვები იმდენად უსიამოვნო აღმოჩნდა, რომ ტრამპმა გავლენიან მედიას სანდოობა დაუწუნა. მიიჩნევთ, რომ პუტინი პატივს არ გცემთ. მაშინ, როცა მშვიდობის შეთანხმების მიღწევას ცდილობთ, პუტინი თავს ესხმის უკრაინას. რა გააკეთა მან? ის კვლავ ესხმის უკრაინას თავს და არ მცემს ის პატივს. თქვენ ვინ ხართ? მაიკლ ბირნბაუმი, ვაშინგტონ პოსტი. თქვენ ძალიან დაკარგეთ სანდოობა. შემდეგი იმავე დღეს ტრამპმა ვრცელი ინტერვიუ მისცა Fox მედიას, რომელსაც ალბათ ვერ იტყვის, რომ არ ენდობა, თუმცა მას აქაც უთხრეს, რომ მისი პოზიცია მაინც აღიქმება გვერდზე გადგომად და ქმნის საფრთხეს უკრაინისთვის. აქ პასუხი იყო, უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა ვერ გადარჩეს.
ტრამპმა ზელენსკის თან უწოდა ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი, თან არ დაავიწყდა არც იმის აღნიშვნა, რომ ის ბაიდენისგან იღებდა ფულს ისე როგორც ბავშვი ტკბილეულს. მაყოფილი ხართ იმ ფაქტით, რომ თქვენ გვერდზე გადაქით და ამის გამო უკრაინა შეიძლება ვერ გადარჩეს? უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა ვერ გადარჩეს. ჩვენ გვაქვს რუსეთთან რაღაც სისუსტეები. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო და ის მაინც მოხდა. ახლა ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც მშვიდობისთვის ორივე მხარეა საჭირო. ზელენსკი ჭკვიანი და ძლიერი ბიჭია. ბაიდენის დროს ამ ქვეყნიდან ფული ისე წაიღო, როგორც ბავშვისგან ტკბილეული, ეს მარტივი იყო. არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია. და იქნება ასეთი განცხადებების ფონზე მოლაპარაკებების შედეგი ცხადია, პასუხი კვლავ ბუნდოვანი და ისევ არაპროგნოზირებადია. საერთაშორისო მედია კი ვერსიების ლაბირინთში გარკვევას ცდილობს, სვამს კითხვებს, რა შეიძლება იდოთ დღეს მოლაპარაკებათა პირველი რაუნდის მაგიდაზე, რისი დათმობა შეიძლება მოსთხოვონ უკრაინას, რა შეიძლება დათმოს რუსეთმა. აქვეა პასუხებიც სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ეს პასუხები ერთმანეთს არ გამორიცხავს, უფრო ავსებს, ამიტომ რამდენიმე ვერსიას გაგაცნობთ საერთაშორისო პრესიდან. მაგალითად, გამოცემა ეკონომისტის ცნობით უკრაინული დელეგაცია ხვალ ამერიკელებთან შეხვედრაზე დააფიქსირებს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც შეზღუდავს პირველი შეიარაღების განახლებას უпростоრად და რომელიც მოითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. ან იგულისხმებს ჩარებას უკრაინის შიდა პოლიტიკაში. აქ სავარაუდოდ გულისხმობენ საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნას, რაც ისევ რჩება წყაროებზე დაყრდნობით შტატების დღის წესრიგში. ამ ფონზე რას ითხოვს რუსეთი? ეკონომისტი კრემლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აქ ჩამონათვალში არის უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ევროპული სამშვიდობო ძალების უკრაინაში არ დაშვება. სხვა გამოცემები ამ ნაწილში წერენ, რომ კრემლისთვის ძალაში რჩება პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა, რაც პუტინს ჰქონდა ამ ომის დაწყების პირველივე დღეს, ანუ კრემლს კვლავ სურს მშვიდობა ბრჭყალებში კაპიტულაციით. რის დასათმობად არის მზად უკრაინა. აქ ვნახოთ Financial Times-ის ინფორმაცია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემის თქმით, კიევი მზად არის შეწყვიტოს დრონებით და რაკეტებით შორეული დარტყმები, ასევე საბრძოლო მოქმედებები შავი ზღვის აკვატორიაში, ანუ ეს არის ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტა. წყაროს ცნობით, ეს შეიძლება იყოს ფასი, რომლის გადასახდელადაც უკრაინა ამ ეტაპზე იქნება მზად იმისთვის, რომ შტატებისგან ისევ მიიღოს სადაზვერვო ინფორმაცია და მიიღოს შეწყვეტილი სამხედრო დახმარება. რის მიღებას ელი შტატები ამ შემთხვევაში უკრაინისგან. აქ NBC News-ის ცნობას გიკითხავთ, სადაც ვკითხულობთ, რომ ტრამპმა მიანიშნა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა არ იქნება საკმარისი ის მოელის მეტ მზადყოფნას. გამოცემა მიიჩნევს, რომ მოთხოვნებს შორის იქნება ტერიტორიული დათმობა უკრაინის მხრიდან და ასევე ახალი არჩევნები. ახალი არჩევნების მოთხოვნაზე შტატების მხრიდან უკვე არაერთმა ავტორიტეტულმა მედიამ დაწერა. აქ ყურადღებას ამახვილებენ კიტკელოგის გამოყენებულ მეტაფორაზეც უკრაინსა და რუსეთის საკითხებში ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინა რამდენიმე დღის წინ ურჩ-ჯორს შეადარა, რომელსაც თავზე ფიცარი გადაამტვრიეს. კელოგი საუბრობდა დახმარების შეჩერებაზე, როცა თქვა ასეთი ფრაზა, ამის აღწერის საუკეთესო საშუალება იქნება ჯორს რომ ცხვირზე გადაარტყამ 2/4 ზომის ფიცარს, ეს მიიპყრობს მის ყურადღებას. მედია წერს, რომ უკრაინის უმსხვილესმა სამხედრო მხარდამჭერმა თავისი მიზნის მისაღწევად გამოიყენა სწორედ ეს დიდი ჯოხი და ახლა საკითხავია ამ დიდ ჯოხს ტრამპის ადმინისტრაცია გამოიყენებს თუ არა პუტინის რეჟიმის იზოლებისთვისაც. როგორია ამ დროს რუსეთის პოზიცია, რომელიც ომის მთავარი აქტორიდან ბოლოს განვითარებულმა პროცესებმა აქცია მოვლენების ერთგვარ დამკვირვებლად. ახალი ადმინისტრაციის ნაბიჯებით კრემლი კმაყოფილებას ფაქტობრივად არ მალავს, შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა არის ნაადრევი, მაგრამ რაც ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან მოვისმინეთ უკრაინის შესახებ, ეს დამაიმედებელია, ასე ამბობს სერგეი ლავროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოთვლის 3 მიზეზს. მისი თქმით, ამერიკამ აღიარა, რომ კონფლიქტის მიზეზი ნატოს გაფართოება იყო. მოჰყავს მარკო რუბიოს სიტყვები, რომ ყველა სახელმწიფოს, როგორც დიდს, ასევე პატარა სახელმწიფოებს, აქვთ საკუთარი ინტერესები და მათი პატივისცემა აუცილებელია. და მესამე კმაყოფილების მესამე მიზეზი ლავროვისთვის არის გაეროში მიღებული რეზოლუცია, სადაც შტატები და რუსეთი ომის დაწყებიდან პირველად აღმოჩნდნენ ერთ მხარეს. თუ ლავროვის ოპტიმიზმი მაინც არის ფრთხილი და უფრო დიპლომატიური, სახელმწიფო პროპაგანდაში ერთგვარი ზეიმია, ვნახოთ ფრაგმენტი გადაცემიდან, სადაც საუბრობს დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჟურავლოვი. ის პროპაგანდისტ ოლგა სკაბეევას ეუბნება, რომ ტრამპის პოლიტიკა ახლა რუსეთისთვის არის შესაძლებლობების ფანჯარა.
Внимание, есть окно ეს возможности. ჩვენი შესაძლებლობის ფანჯარაა. ტრამპის შესანიშნავ რაღაცეებს აკეთებს. ინფორმაცია დაუხურეს, დაზვერვაზე ხელმისაწვდომობა შეუწყვიტეს, ზელენსკისთან შეთანხმება საიტიდან წაშალეს. უნდა მივყვეთ გზას, რომელიც ჩვენს წინ ისახება, მათ შორის სულიერი მიმართულებით. სახელმწიფო მდივანი ჯვრით შუბლზე გამოვიდა. შეიძლებოდა ასეთი რამ წარმოგვედგინა ტრამპამდე. ეს სრულიად დაუჯერებელი იქნებოდა. აი ეს არის ტრადიციული ღირებულებები. ჩვენ ამ ყველაფერს მხარს ვუჭერთ. საშინლად მომწონს, როგორც იქცევა ტრამპი ამ დრომდე. აქვე ვთქვათ ისიც, რომ მიუხედავად კრემლიდან წამოსული ამ სიხარულის სიგნალებისა, შტატების რიტორიკაში კვლავ რჩება მკაცრი სანქციების ნოტები რუსეთის მიმართ. თუ კი გამოჩნდება, რომ კრემლი შეთანხმებას ეწინააღმდეგება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად ანადგურებს უკრაინას საბრძოლო ველზე, მე სერიოზულად განვიხილავ მასშტაბურ საბანკო სანქციებს, სანქციების და ტარიფების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე არ მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება. რუსეთს და უკრაინას ვეუბნები დაუყოვნებლივ დასხეთით მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე გვიანი არ არის. გმადლობთ, ასე დაწერა ტრამპმა 7 მარტს საკუთარ სოციალურ ქსელში. მოგვიანებით Fox-ის ეთერში იმავე გაიმეორა ტრამპთან დაახლოებელმა სენატორმა ლინდსი გრემმა. მომავალ კვირას მეწარმოადგენს სანქციებს რუსეთის საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, რათა ვაიძულო ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თუ ისინი არ დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჩვენ უნდა დავუწესოთ მკაცრი სანქციები და მე უკვე მაქვს კანონპროექტი. მე მინდა რომ რუსეთმა იცოდეს, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, მაგრამ ისინი პასუხს აგებენ ყველაფერზე რაც მოხდა. თუ ისინი არ მივიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა შემოგთავაზა. თუ ჩვენ უკრაინიდან გავრბივართ, ეს ავღანეთზე უარესი იქნება. არ მგონია პრეზიდენტ ტრამპს ეს სურდეს, ასე თქვა ამავე ინტერვიუში ლინდსი გრემმა. გავს თუ არა ვითარება შტატების გასვლას უკრაინიდან, რა სურს ტრამპს, რა ფორმა შეიძინა მისმა დაპირებამ ომის 1 წელიწადში დასრულების შესახებ. იხსნება თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯები რუსეთთან მიმართებით ჩინეთის ფაქტორით. არის თუ არა ამოცანა ჩინეთისა და რუსეთის პოლიტიკური კავშირის შესუსტება, ან რა შანსი აქვს ამ ამოცანას. სტუმართან ცხადია ვისაუბრებთ ამ თემებზეც, აქვე მოკლედ გეტყვით, რომ გუშინ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საზღვაო ძალები ინდოეთის ოკეანეში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.